მოგესალმებით Photoshop-ის მეოთხე გაკვეთილზე. დღევანდელი თემა იქნება ტექსტის აკრება, გაფორმება, ზომების მიცემა და ასე შემდეგ. შევქმნათ ახალი დოკუმენტი. დოკუმენტის შექმნა უკვე უნდა იცოდეთ, დავარქვათ სახელი, ნებისმიერი სასურველი. 600 პიქსელის 300 პიქსელზე და რეზოლუცია 300 პიქსელის სანტიმეტრზე მაქვს არჩეული მე. თქვენ შეგიძლიათ აერჩიოთ თქვენთვის ნებისმიერი სასურველი, დავაჭიროთ ღილაკ OK-ს. შეიქმნა დოკუმენტი, განვაცალკევოთ. ძირითადი მენიუსგან, ვისთანაც ხდება ესეთი მიკვრა, დავისწავთ იმ პენმა. ტექსტის აკრების ხელსაწყო, როგორც უკვე წინა გაკვეთილში ვნახეთ, ავირჩიოთ. გვაქვს სხვადასხვა პარამეტრები, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ აი ამის სარგებლოდ. პირდაპირ დააწყაბეთ. დავაჭიროთ ფურცელზე და ხედავთ, აი, გაჩნდება ესეთი კურსორი. შეგვიძლია დავიწყოთ ტექსტის აკრება. ავკრიბეთ ტექსტი და შეგვიძლია ეს ჩვენი უკვე აკრებილი ტექსტი მოვნიშნოთ და შევცვალოთ ტექსტის მაგალითად შრიფტი გადავიყვანოთ სხვა შრიფტს. აი ეს მოვნიშნოთ. ნახოთ. სხვა შრიფტი და ასე შემდეგ. აი ეს შრიფტები შეიძლება ზუსტად ჩემნაირი არ გქონდეთ, ანუ იმის დამიხედვით არის თუ რა გაქვთ დაყენებული კომპიუტერში თქვენ. ისნაირად ხდება შრიფტების შეცვლა. ასევე შეგვიძლია მოქმედების დაბრუნება, ხელსაწყოთი history window და ავირჩიოთ აქ ხელსაწყო history. შეგვიძლია ავირჩიოთ აი აქედან Windows-ში შევიდეთ და ჩავრთოთ. ან შეგვიძლია უბრალოდ დავაჭიროთ აი ამ ხელსაწყოს დავაკვირდეთ. დავაჭერთ გაისლა, დავაჭერთ შეიკეცება. მაგრამ სტანდარტული გზა არის Windows history. შეგვიძლია დავბრუნდეთ ერთი საფეხურით უკან. ჯერჯერობით არც არაფერი არ გაგვიკეთებია და ჩამოვიდეთ ისევე წინ. ანუ იქ სადაც ვიყავით. შევკეცოთ. მოდით ზომა ვნახოთ, მოვნიშნეთ და ვაყენოთ ზომა 12. ხედავთ შეიცვალა ზომა შრიფტის. აი ეს. მე მგონი ცოტა ნაკლები. ესე იქნება. ამ ხელსაწყოთი შეგვიძლია დავარბილოთ. შრიფტი შეგვიძლია უფრო კუთხოვანი გავხადოთ და ასე შემდეგ. ამ ეტაპზე არც ისე მნიშვნელოვანი ხელსაწყო არის. ცენტრი, მარჯვნივ და შესაბამისად მარცხნივ შეგვიძლია დავაყენოთ ჩვენი აკრებილი ტექსტი. და მიხვდებით ალბათ ეს არის შრიფტის, ანუ ტექსტის ფერი. დავირჩიოთ სასურველს და დავაჭერთ ღილაკ OK-ს. შემდეგი ხელსაწყო, მოდით მოვნიშნოთ. გავწიოთ გვერდზე და ვნახოთ მაგალითს. ხედავთ, როგორი ფორმა მიიღო ჩვენმა ტექსტმა. შეგვიძლია დარეგულირება ყველაფრის. თქვენი სურვილის მიხედვით. აქ გვაქვს ძალიან ასეთი ფართო ჩამონათვალი, შეგვიძლია ავიღოთ სხვადასხვა ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად, ან პირიქით გახდეს.
სხვადასხვა ვარიანტების განხილვა შეგვიძლია გავაკეთოთ. მეტი, ნაკლები და ასე შემდეგ. თუ დავაჭერთ ყველა OK-ს, დაფიქსირდება ტექსტის ასეთი მდგომარეობა. და შემდეგი დამატებით ხელსაწყო დავაჭიროთ. აი ეს შევკეთოთ არ გვინდა. გვაქვს ზომა, გვაქვს ზედა სტრიქონის ქვედა სტრიქონისგან დაშორება, გვაქვს სიმბოლოების ერთმანეთისგან დაშორება. მოდით ეს ყველაფერი დავაყენოთ სტანდარტზე, გავთიშოთ და უფრო გამოჩნდება რას ვაკეთებთ. გავირჩიოთ. და ნახოთ სტრიქონს შორის დაშორება. მოვნიშნავ. სტრიქონს შორის დაშორება რა იყო? სიმბოლოებს შორის დაშორება. შეგვიძლია დავაახლოვოთ ერთმანეთთან სიმბოლოები. ხედავთ. როგორ და შეგვიძლია პირიქით დავაშოროთ. ასევე სიმაღლე მივცეთ სიმბოლოებს. ან ავწიოთ, ჩამოვწიოთ, ეს რაღაც მონაკვეთი შეგვიძლია მოვნიშნოთ და ავწიოთ, ჩამოვწიოთ. ისთვის გამოიყენებთ ეს თვითონ გადაწყვეტეთ. და ასევე შეგვიძლია გავასქელოთ სიმბოლოები. ანუ გასქელებასთან ერთად თან ეს სიმბოლოები გაიშლება. გვაქვს გამუქება, bold, გვაქვს კურსივი, დახრა. გავთიშოთ. მივხვდით სათავასოები. აი ეს მონაკვეთი რაღაც მაგალითად შეგვიძლია მოვნიშნოთ და ეს დავუჭიროთ. პირიქით. გავთიშოთ. შეგვიძლია მოვნიშნოთ და ქვემოთ ხაზგასმა გავუკეთოთ. აი ესე. და შეგვიძლია ხაზგასმული ტექსტი გავაკეთოთ. აი ამ ხელსაწყოთი. აი ეს. მოვნიშნოთ, გავთიშოთ. გავაკეთოთ კურსივი და გამოვქეთ. აი ეს იყო ტექსტთან მუშაობის ძირითადი ხელსაწყოები. ამით 4 გაკვეთილი დასრულდა. გელოდებით მომდევნო გაკვეთილებში.